ჩაწერე ამაზე ვიდეო და უფრო ვრცლად ისაუბრეთ ეს რა არის და რისი შედეგია. გამომწვევი მიზეზები. საინტერესო იქნება ძალიან. კარგი, მოდი ვისაუბროთ ტესტოსტერონის გამოყენების ბნელ მხარეებზე. დისკლეიმერი. მე არ გეუბნები, რომ უნდა შეწყვიტო ტესტოსტერონის მიღება და არც იმას გეუბნები, რომ არ უნდა მიიღო. ეს უკვე შენი პასუხისმგებლობაა. არსებობს პოზიტიური სარგებელი, რაც შეიძლება მოიტანოს ტესტოსტერონის მიღებამ. ესენია: ლიბიდოს გაზრდა, ენერგიის მომატება, ბუნება-განწყობის გაუმჯობესება და ძალის მომატება. და რაც შეეხება ნეგატიურზე გავლენას, შენს ჰიპოთალამუსს, რომელიც იმყოფება ტვინში, კავშირი აქვს ჰიპოფიზთან, რომელიც შემდეგ სიგნალს უგზავნის სათესლე ჯირკვლებს, რომ წარმოქმნან ტესტოსტერონი. როდესაც უკვე გამომუშავდება საკმარისი რაოდენობით ტესტოსტერონი, ის იძლევა სიგნალს ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის გამორთვის შესახებ. რადგან ამ დროს ჩვენ აღარ გვჭირდება მეტი ჰორმონის გამომუშავება. როდესაც იწყებ ტესტოსტერონის მიღებას, შენ ამით უგზავნის სიგნალს ტვინში არსებულ სხვა ჯირკვლებს, რაც მათ ეუბნება, რომ უნდა შეწყვიტონ მუშაობა. ასე რომ, შენი სათესლე ჯირკვლები აღარ გამოიმუშავებს ტესტოსტერონს. ამიტომ ისინი გადიან პენსიაზე. შეიძლება მკითხო, რატომ შეიძლება ჰქონდეს ეს სიმპტომები ზოგიერთ ადამიანს და ზოგს არა. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, შენს გენეტიკაზე და იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მიიღებ მას. ტესტოსტერონის მიღებამ აი რა შეიძლება გამოიწვიოს: ძილის აპნოეს გაუარესება, თაუბრუსხვევა, აკნე, გულის შეტევის მაღალი რისკი, ნაყოფიერების დაქვეითება და სისხლის გასქელება. ყველაზე უარყოფითი ზეგავლენა კი არის სათესლე ჯირკვლების ატროფია. ეს ნიშნავს იმას, რომ სათესლე ჯირკვლები სულ უფრო პატარავდება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია. ასე რომ, თუ შენ მიიღებ ტესტოსტერონს დიდი ხნის განმავლობაში, ამით შენ განივითარებ ძალიან დიდ პრობლემებს, რაც კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიგიყვანს. ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ პროფესიონალურ სპორტში არ ხარ, არ გაეკარო შავბნელ საქმეებს. დანარჩენი უკვე შენი გადასაწყვეტია. გამოიწერე ჩემი ინსტაგრამი მეტი საინტერესო და ჯანსაღი ინფორმაციებისთვის.